ხარზუ გევარ ნაიალაღარს რქით მიწასავ ჩხვერ ბუბუნებ ღმერთო სამშობლო მიცოცხლე ძინარიც იმას უდუდუნებ საგმობიც ვიყო ქეცალხრი თავი დიდარი მგონია ისეთი თქვენმაც მობამა ჯერ არ ვის გაუგონია საწყალთ საწყლობა რომ ესმის იმათ ვარამზე ვწუწუნებ არც როს უსაქმო არა ვარ მუდამ კოწიწობ ჩუჩუნებ ცოტა მაქვს ცოტას ვჯერდები ბეჩავთაც გაუზიარებ სიკეთისათვის სიკეთეს არავის დაუგვიანებ ავის თქმით ავის ქცევითა გულს არვის დაუზიანებ ხარზუ გევარ ნაიალაღარს რქით მიწასავ ჩხვერ ბუბუნებ ღმერთო სამშობლო მიცოცხლე მძინარიც იმას უდუდუნებ საწყალთ საწყლობა რომ ესმის იმათ მაგიურად ვწუწუნებ ხანდახან ჟინი ამიღებს სიმღერას დავაგოგონებ ხარს გევარ ნაიალაღარს It meets us out დღემშვიდობისა ქართველებო, დღეს გახლავთ 2025 წლის 24 აგვისტო. 24 რიცხვი არის ის რიცხვი, როდესაც მე ჯერ კიდევ 33 წლის უკან ავირჩიე ყველაზე რთული გზა. ზღაპრისეულად, ისე როგორც ბედის მაძიებელს ეძლეოდა სამი გზა, ეს გზა წინ მედო. და არავის ძალდატანებით და არც არავის კარნახით მე ავირჩიე ყველაზე რთული გზა. ეს ის გზა იყო, სადაც თავსაც დაკარგავდი და ცხენსაც დაკარგავდი. ეს დღე იყო 1992 წლის 22 დეკემბერი, მაშინ, როდესაც 2 დღის წინ თბილისში დაიწყო პუტჩი. ანუ ქართველმა ქართლს ესროლა. და მას შემდეგ გატიალდა ქვეყანა. 24 დეკემბერს კი მე ფიცი მივეცი ჩემს თავს, რომ დავრჩებოდი ამ ქვეყანაში, დავრჩებოდი ამ ჯოჯოხეთში და ვინაიდან ვნახე მისი აღზევება, ასევე რომ დავინახავდი მის დაცემასაც. ალბათ იმ მიზნით, რომ ისევ ავსდებოდით. მე ვამბობ დავრჩებოდი მეთქი, იმიტომ რომ ბევრმა ჩემმა მეგობარმა იცის, რომ 1992 წლის 22 დეკემბრამდე მე ჯერ კიდევ ახალგაზრდა 4-ჯერ ვყავი გერმანიაში ნამყოფი. ენაც ვიცოდი, ოჯახსაც ვიცნობდი, შვილივით მივლინდნენ და ჩემი ხელების პატრონისა და გონების პატრონს არავითარი სამსახური პრობლემა არ იქნებოდა. იმ დროისათვის მე ვიზა მქონდა შეტანილი ოვირის შენობაში, რომელიც მაშინ თავისუფლების მოედანზე იდგა და უბრალოდ ველოდი მე პასპორტში ვიზის ჩატვას. ისე დაიწყო ქვეყნის დანგრევა და გატიალება. 2 დღე იყო სულ გასული და ამ 2 დღეში ჩემში გადატრიალდა ყველაფერი. და სწორედ 2 დღის შემდეგ 24 დეკემბერს მე ეს ფიცი დავდე საკუთარ თავის წინაშე. და ეს ფიცი დღემდე არ გამიტეხია. არც არსად წავსულ ვარ, მით უმეტეს, როდესაც მე მქონდა უნიკალური შანსი მით უმეტეს ახალგაზრდა კაცს. 23 წლის ვიყავი მაშინ მხოლოდ.
სიცოცხლით, უნარიანობით აღსავსე და ადრენალინ მოჭარბებული ადამიანი. და ეს ყველაფერი ჩაკვდა ჩემში. უბრალოდ ჩავიკარით ჩემით. და შეველიე ამ დაქცეულ, გავერანებულ და გათვითოკაცებულ ერთმანეთზე გადამტერებულ ქართველების გაერთიანებას. მას შემდეგ გავიდა ბევრი დრო. მაგრამ 2016 წლიდან მე გავდივარ საჯარო სცენაზე და აგერ უკვე მე-9 წელია მე მისნობს გარკვეული რაოდენობა ქართველი ერისა და ბევრ რამეს მივაღწიეთ ჩვენ ერთობლივი ძალებით. ბევრ რამეს. იცი თქვენ რომ 2016-ში მე სპეციალურად გავიკეთე ოპერაცია ხერხემალზე, ვინაიდან ვერა და ვერ ვაშორებდი ერთმანეთისაგან პირადსა და საზოგადოებას. და თუ ერთად იყო, მით უმეტეს კატასტროფულად მიზნდებოდა ყველაფერი. ამიტომ სპეციალურად გავიკეთე ეს ოპერაცია, რათა ჩემი თავისთვის დამედო ყადაღა, რომ სხვებისთვისაც მეთქვა გასაправებლად, რომ არ შემიძლია მუშაობა ფიზიკური, ასე ვთქვათ, და გადავედი ამის შემდეგ გადავედი ამ საერო სამოღვაწეო საქმეზე. და დავრჩი, რა თქმა უნდა, ხელცარიელი. რა თქმა უნდა, როგორც ყველა საქმემ მოითხოვა მატერიალური დანახარჯები. მას შემდეგ ნელ-ნელა ეს ერი და რაღაც ერის ნაწილი მედგა გვერდში და რაც კი გამიკეთებია, ეს არის მხოლოდ თქვენი დამსახურება. რა თქმა უნდა, ჩემი ძალისხმევით, რა თქმა უნდა, ჩემი გატეხილი ღამების ხარჯზე, ნერვების, ფიქრების, ბევრი რამის სამსხვროზე გატანის ხარჯზე ხდებოდა ეს, მაგრამ მატერიალურად თქვენ მედეგით გვერდში დღემდე ვისაც გიხდით მადლობას და რაც კი ნახეთ ჩემგან, ეს იქნებოდა ტელევიზიით გამოსვლა, საჯარო ბიბლიოთეკებში გამოსვლა, მიტინგებზე, აქციებზე, როგორც კიდე მისვლა, მოსვლა, ყველაფერი ხარჯია ბუნებრივია, პლუს ამას იმ ვიდეო და დოკუმენტური ფილმების კეთებაც, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დამსახურება არის თქვენი. რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით კიდევ ამ ორთაბრძოლაში მონაწილეობისათვის. 33 წლის განმავლობაში მეგობრებო, ბევრი გამოვიარე, რო იტყვიან წისქვილის დოლაბიო, იმ წისქვილის დოლაბაც გადაიარა ჩემ თავზე. ბევრჯერ დავეცი, ბევრჯერ იყო ღალატი, ბევრჯერ იყო უიმედობა, ბევრჯერ იყო გულის გატეხვა, მაგრამ რაღაც სულ პატარა პერიოდი გადიოდა და ისევ გრძნობდი და ხედავდი, რომ რაღაც ახალი ენერგია მაწვებოდა და მე თავიდან ვიბადებოდი, თავიდან ვიწყებდი ბრძოლას. ამიტომ მე ჩემ თავს ყოველთვის გამოუსწორებელ ოპტიმისტ ვეძახდი და ვგონებ, რომ ეს ბევრს კიდე გადაედო და ეს კარგია, იმიტომ რომ იმედი ბოლოს კვდებაო, როგორც იტყვიან. შეიძლება ზოგიერთმა თქვა, კი ბატონო, ამდენი უიმედობის და ამდენი გაცრუების და ღალატის შემდეგ, ნუ თუ გული არ აგესრულდათ ბატონო დავიდა. ბევრმა მითხრა ის, ძალიან ბევრმა. ახლობელმაც, ძალიან ახლობელმაც, დაანებე თავი, დავით. დაანებე, ხო ხედავ, ამ ხალხისგან არაფერი არ გამოდის. არაფერი არ გამოდის. თავს მიხედავ. მაგრამ მე მაინც არ ვნებდებოდი და ალბათ კიდე როგორც იტყვიან, ზოგი ჭირი მარგებელიაო, ისე იმათი, ვინც ჩემს სიტყვებზე, ჩემს აზრებზე და ჩემს გვერდით დგომაზე უარი მითხრა, ვინც ულებელყო სიტყვა ბანზე ამიგდო, სურგი მაგცია და მამცირა თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ, სწორედაც რომ იმათი დამსახურება, რომ დღეს ჯერ კიდე ფეხზე ვდგევარ და კიდევ იმედიანად ვარ და ბრძოლის ხმალი ჯერ კიდე ქარქაში არ ჩამიგია. სწორედ მათი უარყოფა, მათი გულცივობა და ღალატი და ეს ყველაფერი მაძლიერებდა ამ ბრძოლაში დღემდე. და მე ვნახე ის, რომ თუ როგორ შეიძლებოდა ადამიანი ყოფილიყავი ხიარულთა წრეში და თავი გეგზნო უბედურად. ან პირიქით. იყო უბედურებში და თავს ბედნიერად გრძნობდა. ეს არის ორი უკიდურესი რამ, რომელიც ადამიანს უნდა ჩვეუდეს ასეთი რამ. იმიტომ რომ ბევრს აქვს ნათქვამი, თუ ადამიანში ორთაბრძოლა არის, ის ადამიანად არ ითვლებაო.
ბევრისთვის ცხოვრება ჰარი-ჰარალი არის, ბევრისთვის კიდე დიდი ტვირთვის სიდვა. ბევრი ნახე ისეთი, რომელსაც სიმინდის ტაროსავით, ვისაც სავსე ჰქონდა თავი, დაწეული ჰქონდა მორიდებისაგან, ხოლო ვისაც ცარიელი ფუჩეჩი ჰქონდა, ის ამაყად დაიარებოდა და ხმამაღლა საუბრობდა. თითქოს ის ყოფილიყოს მოსული ნაყოფი და ყველაზე ძლიერი. ასე გავიდა წლები. ბევრმა დატოვა ქვეყანა, ბევრმა საშველიც იშოვა და სადაც საშველი იშოვა, იქიდან აღარ დაბრუნდა. მე კი დავრჩი ამ ჯოჯოხეთში. მახსოვს ჯერ კიდევ 95 წელი იყო წონებულმა კარლო მიქავამ მითხრა ასეთი რამე. ის ჩემზე უფროსი იყო, მამა ჩემის ტოლი ადამიანი იყო, კიდე უფროსიც. დავით, შენისთანა ჭკუის პატრონი და გონების პატრონი, რატო ხარ აქ? რაუდემტკივნეული იყო მისთვის ასეთის თქმა, რომ ახალგაზრდა კაცებს გეთქვა წადი ქვეყნიდან. წადიო და იქ უკეთესად მიაყვევ შენს საწადელს. მაგრამ მე ვუპასუხე, ბატონო კარგო, კი მაგრამ ყველა თუ გაიცა, აქ ვიღა დარჩეს მე. და ამ დარჩენილებში მოხვდი მე. და 33 წელიწადია შემოგარგებო ამ ვითომდა ცოცხალ კუდრებში დავიარები. პრაქტიკულად 33 წლის განმავლობაში ცოცხალ მკვდართა სასაფლაოზე დავიარები. და თუ ალაგ-ალაგ დავინახავ ვინმეს წამომდგარს და სულიერს, ეგრევე ვიხუტებ და ვინც კი დამინახავს კიდე შორიდან ის თავისით მოდის ჩემთან. ვინაიდან იცოდნენ რომ ცოცხალი ვიყავ. შემოგარგებო, ძალიან მცირე ხარ თქვენც და მეც ერთი კინკილა ვარ. მაგრამ ოდესღაც დგება დრო, როგორც ნათქვამია, რწმენა სიმცირეში არისო, ასევე ძალაც კიდე სიმცირეშია. დღეს 33 წელი გავიდა, როგორც გითხარით და ამ 33 წლის განმავლობაში სატანამ იმდენი მოქმედა, რომ არ დატოვა არავინ, ვინც კი ავანსცენაზე არის, ყველა გაათახსირა, გაორპიროვნა, მოისყიდა და არადა ისინი ყველა ჭუჭუკებენ. ჩვენ კიდე ძალებს გვახარჯიებენ, იმედებს გვიკლავენ და ასე და ამრიგად მოვიდა ეს ქვეყანა ინერციით, ანუ მოვყევით დინებას. 2016 წლის შემდეგ კიდე როგორც კი საჯაროდ გამოვშდი სცენაზე, მას შემდეგ ბევრი ჭორი დამიყარეს, ბევრი წამოეგო ამ ჭორს, ბევრმა დაიჯერა და სხვათა შორის იჭერებს ყველა ის, ვისაც გულისუფლდა არ აქვს და გონება კიდე მით უმეტეს. გესმით? უფრო ხშირი იყო ისეთი ჭორები, რომელიც როგორც სიტყვიან, უნდა დააბრალო ის, რისთვისაც ის იბრძვისო. ანუ მე პარალელი მინდა გაგახსენოთ, როდესაც ზვიად გამსახურდიას დააბრალეს რომ ის კაკების აგენტი იყო. გესმით? როდესაც მთელი არცივით ის კრემლს და მოსკოვს და რუსეთს ებრძოდა და ადამიანს დააბრალეს რომ ის კაკების აგენტი იყო და რომ იქიდან გამოგზავნილი პიროვნება იყო და ეს ბევრმა მაპატიე და ჭამა იმას და წამოეგო ამ ჭორს. ასეთებიც კიდე ბევრი არიან დღესაც, როგორც სიტყვიან ისე, მაგრამ თქვენ თუ არ იცით, ზოგიერთმა მაშინ მოიკითხეთ, გულს ის შეგიძლიათ ზღაპარი ჩაწეროთ ყვავისა და არწივისა და ყვავის ამბავი. თუ როგორ იგერიებს ხარზე დაფრენილ ყვავს არწივი. ამაზე არ გაგრძელდები, თავად მოიციეთ. და ასე რიგად მოვედი დღემდე. ბევრი მეუბნება და მეუბნებოდა დღემდე კიდე, რომ ბატონო დავით მინესთან გაერთიანდით. თითქოს და ეს ჩემი კრედო არ ყოფილიყო ცხოვრებაში. იმ დღიდანვე გეუბნებით 92 წლის უფრო სწორედ 93 წელი რო დაიწყო, იმ დღიდანვე დავიწყე გაერთიანება. საუბარზე თქვენ წარმოიდგინეთ 23 წლის ახალგაზრდა კაცი, იმ დროის ოპოზიცია, თქვენ ამ დროის ოპოზიცია რა არის, კაცო? იმ დროის ოპოზიცია გენახათ, როცა ავტომატებს ეწოდათ ერთმანეთს და კლავდნენ ხალხი. ნათაძედან დაწყებული ლევან სანიკიძე, კოტე მახარაძე, ზურაბ ხაფიანიძე, არ ვიცი, მთელი ისტებლიშმენტი, რაც იმ მხარეს იყო. და აქედან მხარეს იყო ელიზბარ ჯაველიძე, მუხრა მაჭავარიანი, ვახტანგ ბოჭორიშვილი და ასე შემდეგ.
აი მათთან მასინ, როდესაც მობილურობაც არ იყო, ტელეფონის ნომრის გაგება, ვისამარის გაგება მიჭირდა, ამ ხალხთან ყველასთან სახლში ვარ ნამყოფი ჩემო კაცო, 23 წლის ახალგაზრდა და ცდილობდი, ყოველ შემთხვევაში ეს მქონდა იდეაში, რომ ამათ ორ თავეს ერთად დავსვამ ერთ სტუდიაში, მაშინ ერთი ტელევიზია იყო, პირველი არხი და მოამბე, გესმით? და ამათ დავსვამდი და მინდოდა რაღაც საერთო დამენახა მათში, რომ რაღაცა იმ კატასტროფისაგან მეხსნა მით უმეტეს ჩვენი სამეგრელო, რომელიც მას ელოდა, რომელსაც გრძნობდი და ამაშობაში ჩამოვიდა ზვიად გამსახურდია და გეგმებიც ამერია, თუმცა რო გავყოლოდი კიდე იმ საქმეს კიდე მაინც ვერ მივაღწევდი ჩემს საწადას, ვინაიდან ეხლა კი არა, მე 1-2 წლის შემდეგ მაინც მივხვდი ამას, რომ ეს უტოპია იყო. მაგრამ ქმედება ხო იყო ჩემ მხრიდან. თავგანწირვა ხო იყო ჩემ მხრიდან. მონდომება ხო იყო და კიდევ ერთს გეტყვით, მაშინ როდესაც ელიზბარ ჯაველიძესთან მივედი, ვსივართ თავის სახლში. უკან წიგნების სავსე კედელი აქვს. და როცა უთხარი ჩემი გეგმების შესახებ, ელიზბარ ჯაველიძემ ეხლა კიდე ცოცხალია თუ არ ვთქვი. მითხრა, კი, მაგრამ ბატონო დავითო, თქვენ როგორ აპირებთო აი ამ გრანდებთან გამყარებას, რომელსაც ერთი კედელი წიგნია წაკითხული და მე ეგრევე დაუყოვნებლივ არც ვაცი, არც ვაცხადე და ვუთხარი. ბატონო ელიზბარ, საქმე ის კი არა, კაცი რამდენს წაიკითხავს, არამედ როგორ წაიკითხავს და რას გაიგებს, აი ეს არის მე თავარი. და გაკვირვებისგან კაცმა თავი ასე გადაღუნა. ასე რომ იციან ეს ტარვალებმა. დიახ, ეს ჩემი სიძლიერე და სწორედ იმიტომ გამირბიან დღეს. ყველას ერთად, ვინცაც კი გზაზე გადამეღობა და არც გადამეღობა, მაგრამ ირიბად თითქოს ვნებენ, უკვე 4-ჯერ მიმართვა გამოვიარე, უკვე მე რამდენი მიმართვა გაუკეთე ყველას ვინ იცის პირდაპირ ეთერში, მაგრამ კაცის შვილი ვერ გამოდის და ყველას ეშინია. რატომ? არც გული აქვს სამაგისო და არც ეს და მე პლუს კიდე ეს. ენა რითაც უნდა მომერიონე, ვინაიდან ენა ყველაზე დიდი იარაღია. ამიტომ როგორც ხედავთ, ბოლო პერიოდმა აშკარად დაგვანახა თუ ვინ არის და რაც თავში მქონდა ოდესღაც ფიქრში, ზუსტად იმ კონდიციამდე მოვედი მაინც და მაინც. არ ვიცი ეს ბედმა გააკეთა, არ ვიცი ვერ დავაბრალე მე ჩემ თავს, ვინაიდან მე არაფერი არ დამიკლია, აბსოლუტურად არაფერი. აბსოლუტურად. ალბათ განგება იყო ასეთი და მოვიდით იმ დრომდე, როდესაც საკუთარ თავზე მაგ ყველაფერი ასახები და თქვენ ფილმი ფორმულა 4-ის ბოლოში მაგ ასეთ სიტყვები ნათქვამი. მე ზიშვილი დოვითი და არა დავითი თელს დედამიწას ვიწვეთქო დუელში. ჩათვალეთ, რომ ეს უკვე მეორე ხოსნის პროცესის დაწყების დროა. მთელი საქართველო თითქმის ვისაც კი პრეტენზია ჰქონდა რაიმესი და მე ვიწვევდი მხოლოდ და მხოლოდ ძლიერებს და როგორც ნათქვამია ბაში აჩუქში მე ფალავნებს ვეჭიდავები და არა გოლიათებსო. მე კი პირიქით გეტყვით, რომ ყოველთვის მე გოლიათებს ვებწოდი და არასოდეს დამიკარგავს დრო ჭინკებისათვის. აი მოვედით დღემდე და დავრჩი ერთადერთი როგორც მგელი და ვიბძვი აი ამ ტარვალებს შორის. ეს ორთვიანი პაუზა კიდე მოვანდომე იმაზე ფიქს, რომ ღირს თუ არა ბრძოლის გაგრძელება. იმიტომ მეგობრებო, რომ ჩვენ ყველაფერს თითქოს ხედავთ, თითქოს ყველაფერს ამბობთ, პრეტენზიას გამოვთქვამთ, აღშფოთებასაც გამოვთქვამთ, ისე როგორც ევროპა და ამერიკა, მაგრამ საქმით ვერაფერს ვერ ვაკეთებთ. აბა რა უნდა გითხრათ, მაშინ როდესაც არ წავალ შორს და ახლო პერიოდს გავიხსენებ 20-დან 22-ის ჩათვლით, როდესაც ეს კოვიდი და კორონა თავზე დაგვატყდა და
მკვდარ ადამიანებს, უпростоრად მოკლულ ადამიანებს სახში გვატანდნენ ჭირის უპალთ და გვეუბნებოდნენ, არიქა ეს შავი ცელოფანი არ გახსნაო და ჩვენ კიდე მონასავით დავემონეთ და აღარ ვხსნით. საკუთარ დედას და საკუთარ მამას საფლავის ჩაწვენამდე სახეში კიდე ვერ ჩავხედეთ. რატომ? იმიტომ დავემონეთ. შიში დავემონეთ. და ელემენტარული რამ უნდა ვცოდნოდა, რომ თუ დაუშვა და რამე ბაქტერია და მავნე არსება იყო ორგანიზმში, ადამიანის ხორცის სიკვდილთან ერთად ისიც კვდება და არანაირი გადამტები ეს არ იყო. მაგრამ ეს ყველაფერი გავატარეთ. გავატარეთ ჩვენ აგრეთვე ისიც, ჩემო მეგობრო, როდესაც თბილისში დღისით და მზისით დედიშობილა ვიღაც ახალგაზრდა ბიჭმა გაიარა. ყველამ გავატარეთ. გავატარეთ ასევე ისიც, როდესაც მარჯანიშვილის მესტროსთან შიშველა გოგო და ბიჭი პირდაპირ იქვე გავატარეთ. ყველაფერი გავატარეთ. მაგრამ როდესაც ვიღაცას დაასჭირდა LGBT-ს წინააღმდეგ ბრძოლის გამოყენება და საკუთარი იმიჯის აღზევება, მაშინ უმალ მასები გამოიყარა. რატომ? იმიტომ ვიღაცამ გამოყარა. გავატარეთ აგრეთვე ისიც, როდესაც 20 წელია რაც მუსულმანურმა სამყარომ აღამაშენებლის გამზირი თბილისი, შუაგულ თბილისში აიღო, დაიპყრო ხალხო, დაიპყრო. კაფე და რესტორანი არ არის დარჩენილი, სადაც ქართველი თავს ვერ შეყობს. და თქვათ კიდე უარეს, რომ ქართველი ქალებისათვის ბორდელია გახსნილი. ამას ყველაფერს ვატარებთ. და ეხლა ვიღაცას რომ დასჭირდა ვითომ ემიგრაციები თვალში ძალიან თვალსაცემი, თითქოს ის არ იყო თვალსაცემი. შუაგულ თბილისში მთელი აღმაშენების გამზირი ვარ დაკავებული. გესმით? და ეხლა ვიღაცას რომ დასჭირდა რომ ეს აი ამით შეიძლება მასების ასე ვთქვათ მანიპულირება, ეხლა ყველა ერთა იგივე პირზე ვლაპარაკობთ. ჩვენ ვატარებთ ყველაფერს ხალხო. ეხლა სანამ ეს ემიგრაციაზე იყო ბუმი ატეხილი, მანამდე ამის წინ სულ აგერ იყო ციფრულ ვალუტაზე და ციფრიზაციაზე გადასვლის ბუმი ასე ვთქვათ. მე რო განახეთ არ მახსოვს ნაწილი კოვიდის თემაზე რო ვიყევი და 38 ნაწილი რო გადავიხადე ვიდეო დოკუმენტური მასალა და როცა განახეთ თვითონ ასე ვთქვათ დაწესებულებაში თბილისში რო შედიოდი და კობრას სახე რო ქონდა, სადაც შუბლი უნდა მიგედო და თვალები უნდა დაგიფიქსირებინა. და მას კობრაიდი რო ერქვა, თუ რატო ერქვა კობრაიდი, რო ახსენი ეს ყველაფერი. ეს ხო გავატარეთ ხალხო. ციფრული ვალუტაო რო ვამბობთ ხალხო. ბარათი, რითაც დავდივარ პირადობის მოწმობა. უკვე ჩიპი რამდენი წელია იქ ხო? ხო? კი, ვიცით ხო? პასპორტებში ჩიპი როა ჩამონტაჟებული, ესეც ხო ვიცით. ვიცით. მაგაზე რატო არ ყვირივარ? გეკითხებით, ჩემო კარგებო. ეხლა ციფრული ფულიო. QR კოდი ყველა საქონელზე, კერძზე, ნუ რა ვიცი, ყველაფერზე აბსოლუტურად QR კოდია. ხალხო დაშტამპული. არა და QR კოდი პირდაპირ რომ იერუსალიმის სოლომონის ტაძრის იმიტაცია არის იქ შექმნილი ამაზე, ხო გეუბნებოდი ჩემო კარგებო. და რატო ხუჭავ თვალებს და მაინც ვიძახით რაღაცას. ციფრული ფულიო. რო ვაპროტესტებ და აღშფოთებას რო გამოვთქვათ ამერიკელები და ევროპელები, ხალხო, თბილისი უბანი არ არის თბილისში ჩატოვებული, სადაც ბიტკოინის აპარატი არ დევს. არ დგას, ხო? ამას ხო ჩავლიდე გამოულით. აი გესმით ხალხო, აი როგორ გითხართ, საოცრებათა სამყაროში ვართ რა, თითქოს აი ყველაფერი ვიცით, ყველაფერზე გული ვტკივა, ყველაფერზე აღშფოთება გვაქვს და თვალწინ არის ყველაფერი შეხებადია. ამაზე თავს ხუჭავთ. აქ მოვალთ ამ ტელეფონში თუ კომპიუტერში თითებს ვიფხანთ. ამიტომ გესმის ხალხო, რატომ მომიდა მე ეს 2 თვე? მე ზოგი ასე მეუნება, ზოგი ისე მეუნება. მე განა ბრძოლის უნარობა მაკლია და დაცემა და აღდგომა და ერთი ამბავი. პირიქით მე სხვას ვაზრებდი ასე ვთქვათ ოპტიმიზმის უსახავდი და 12 ბოდიში 13 იოღოველი
13 იოღოველი ხალხო, გადმოვიყვანო. ამაზე ხა მართლმადიდებელზე და იმაზე არ ქრისტიანობაზე არ ვამბობ ხალხო. უბრალოდ მოვიყვანო ჭკუაზე, ადამიანობაზე, ადამიანურ რელიგიაზე. და ადგეს ახლა რომელიმე ანაფორიანი და თქვა საბა რამდენი იოღოველი გადმოიყვანა. ან საერთოდ ვიცით კი რომ ეგრეთ წოდებულმა ქრისტიანებმა, რომელიც 3 საუკუნის ნახევრის შემდეგ რო წარმოაჩინეს, ჩამოაყალიბეს ისევ და ისევ ურიებმა, ამათმა რამდენი მართალმადიდებელი დაჟლიტა. აჰა, რას ვამბობ ახლა ხო? მანამდე ეს არ მithქო. დიახ. მანამდე ვიყავით მართალმადიდებლები, ჩემო კარგებო. ეს სხვა თემა არის, ახლა ეს მე ვილაპარაკოთ მოგეც ამის დრო. ასე რომ ყოველივე ამის შემდეგ, ჩემო კარგებო, ეს მომინდა ეს ორი თვე. ღირს თუ არ ღირს, ვიბძვი, რისთვის ვიბძვი, კაცო რა. აი ამ ხალხ, აი თვალწინ არის ყველაფერი, ხალხო. არო ჩაუარო, ესო ვერ დაინახო, თითქოს და მოხვიდე და სახში ყველაფერს გადავ, ტელეფონში ან კომპიუტერში. და აქ გამოხმა მარშრუტებაზე, იქ რო ჩაული, მაგას არა, კაცო. მაღაზიაში რო და QR კოდი რო აწებია, ყველაფერს მაღაზე არა, კაცო. მაგი არაფერი ციფრული ფული არ არის, მაგი თითქოს. ამიტომ მეგობრებო, არ ვიცით, მოვიდეთ ამ დრომდე და ვერც ვერავინ ვერ დამძრახავს, რომ ეს იყოს ჩემთვის ბოლო გაბრძოლება. მაგრამ ეს ბოლო გაბრძოლება იქნება ის, რაც იქნება. უბრალოდ ახლა მე წინასწარ აფეს არ დავაანონსებ. მე ახლა დავდებ, ასე ვთქვათ, ისე და ისე ყველასათვის ცნობილ საბანკო ანგარიშებს და მოგეცემა მხოლოდ და მხოლოდ 2 თვე და აჰა მაქსიმუმ ნახევარი. მორჩა იქ შეწყდება ყველანაირი შემოწირულობა, დაფინანსება თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არც მე ჩავკეტავ საერთოდ ანგარიშს, რაც იქნება, ის იქნება, ოღონდ შეეცადეთ მაქსიმალურად დამანახეთ მეც, რომ მიღირდეს ეს ბრძოლა და თავგანწირვა. რაც უფრო მეტი იქნებით, კიდევ უკეთესი, კიდევ უფრო დიდ ნაბის გადავდგამ და ერთის მაგივრად 2 და 3 ნაბის დავსახავ წინ. და იმ ადგილას, სადაც ვიქნებით და რა დღეს და რა რიცხვიც იქნება, იქ გაცხადდება ყველანაირი პროგრამა და გეგმა. მე თქვენ ჩამოგიყალიბებთ, გინდათ ერო და ბერო ასე სიარული, თუ გინდათ ამ სატანისტებისკენ სიარული თქო. ძალიან, ასე ვთქვათ, ჩამოყალიბებულად და დახვეწილ პროგრამას შემოგთავაზებთ. და ვისაც შემდეგ კი მოუნდება იმ გზით სიარული, ის შემდეგ მოა თავისი ჩემთან. და მე არა ვარ მაინც და მეც, აი მე ვიყო პირველი. კი ბატონო, უფრო ძლიერები გამოჩნდებით, დაგიყენებ წინ და მე დავდივარ გვერდში, ან უკან. ამაზე მე არ მაქვს პრეტენზია. უბრალოდ მე დღეს მოვიყვანე ჩემი თავი ეულად, ვინაიდან ასე გამოვიდა რეალობაში. ასე მოხდა ეს. არ ვიცი, განგებ თუ არ ვიცი. ბედმასი ისურვა, ეს ზუსტად მე არ ვიცი, მაგრამ დღეს ჩვენ რა მოცემულობაშიც ვარ და რა არის გამოსავალი, სწორედ იმას გთავაზობ მე თქვენ. მორჩა და დამთავრდა. არანაირი წელი და 2 წელი და რაღაცა რო გროვდებოდა, ესე შეგვროვდა, არ გროვდა და არც არაფერი გამოვიდა. გარდა იმისა, რომ ვაკეთებდი ფილმებს და დავდიოდი იქით და ყველაფერს განახებდი და გაჩვენებდი და უამრავი, კი ბატონო, გამოაღვიძე ის კი არა 3 არჩევნებში ლომის წილი მაქვს მიღებული, მიუხედავად იმისა, რომ ამოცნობას ფეხებზე ვკიდი ვარ და მე კიდე ფეხებზე რომ მკიდია. მაგრამ ეს რა პრინციპით გავაკეთე, ეს თქვენ კარგად იცით. ვინაიდან ეს იყო ჩვენი თავის წინაშე და უფლის წინაშე გამართლებული ქმედება და არა ვიღაცის წისქვილზე წყლის დასხმა. კარგით მეგობრებო, მოვრჩეთ ახლა ჩვენ ამ მეორე განცხადების წარმოჩინებას და მეგობრებო, გთხოვთ, გადავიდეთ სიტყვიდან საქმის კეთებაზე. გვეყო ეს ლაქ-ლაქი ბაპატია, ბჭყალებში რო თქვა კიდე რა ვიცი აბა. იმიტომ რომ რეალობა ერთია, ჩვენ ამას ხედავთ ყველაფერს, მაგრამ თითქოს ვერ ხედავთ, მოვდივართ სახლში და ტელეფონში და კომპიუტერში ყველაფერს ხედავთ და აღშფოთებით ვიღბრებით. გამიგეთ? ამიტომ კიდევ ერთხელ გემოვნ, გადავიდეთ ქმედებაზე. მორჩა, უკვე დრო აღარ არის. ჯერ კიდევ 2019-ში დავაანონსე,
თარიღები წლების მიხედვით და 25-ში კიდე რა თქვის იყო და 26-ში დამთავრდება თქო ძალიან დიდი ეტაპი და იმის შემდეგ ჩაირთვება მეორე. ამიტომ იქამდე რომ მივიდეთ დღეს უნდა მოვემზადოთ ამისათვის. მორჩ, ჩემო მეგობრებო, დავდებ ახლა ანგარის და თქვენით და თქვენმა ძალისხმევა. მარტო მე გაზაფხულს ვერ მოვიყვან. ამისათვის მჭირდება მხარდაჭერა. ვინაიდან ყველამ კარგად ვიცით ბავშვობიდან რომ მართლის დღეს ცხენი ჭირდება შეკაზმული. კარგად ბრძანდებოდეთ, გემშვიდობებით, დიდი იმედებით. აი მე მოვედი ქართველებო ზვიადისა და მერავის საფლავთან მე ჩემი სიტყვა შევასრულე და 21 მარტიდან დღემდე ჩემი მისია პირნათლად შევასრულე მე აქ ის სანთელი დავანთე რომელიც სვანეთიდან წამოვიღე და აი ეს არის ის სიტყვა რომელიც ზვიადმა წარმოთქვა ქართველი რის გზა ქრისტეს გზა
მიკლიანი გზა ჯვარცმისა და გარდუვალი აღდგომისა. და სწორედ გარდუვალი აღდგომის პერიოდიც უნდა დაიწყოს მალე. ეს იყო ჭეშმარიტი ქრისტიანი და მართლმადიდებელი ქართველი. ეს კიდევ მეორე ქართველი, რომელიც ქვეყანის და ქართველობის გადარჩენას და დამოუკიდებლობას შეეწირა. სწორედ ასეთი ადამიანების თანადგომა და ზემოდან მხარდაჭერა უჭირია დღეს საქართველოს. მე ჩემი გავაკეთე. მე ჩემს წინაშე, მეს წინაშე, ჩემი ღმერთის წინაშე პირნათელი ვარ. და კიდევ არ გავჩერდები, მაგრამ მე მინდა გკითხოთ ყველას ქართველებს. თქვენ რას აკეთებთ? საიმისოდ, რომ ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი ჩვენი შვილებისათვის და შვილიშვილებისათვის, ჩვენი მომავლისათვის. გინდათ და დავიწყოთ გარდუვალი აღდგომის ეტაპი, მაშინ ცოტა გამოვიღვიძოთ და მოგიწოდებთ ყველას, ვინც დადგება ჩემ გვერდში, გავაკეთოთ საქმე. პედაურნი დახოცეს და ვირებს დარჩათ მოედანი. აი ეს არის დღეს ჩვენი ქვეყანა. 92-ის შემდეგ. და სწორედ ეს ვაი და უბედურება ამიტომაც ვჭირს. ქართველებს რას ვჭირს? ამიტომ აქედან გეუბნებით. გამოვიღვიძოთ ქართველნო, სახში ჯდომით და ყურებით. დაკმაყოფილება კარგია, მაგრამ ასე არაფერი არ გამოვა.